როცა სხეული იცვლება, ცხოვრების ტემპით სხვანაირად იწყებს სვლას. იონესთვის ეს ცვლილება მხოლოდ გარეგნობას არ უკავშირდება. ყოველდღიურობა, რომელიც აქამდე შეზღუდვებით იყო სავსე, ახლა უფრო თავისუფალი გახდა. ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიუღია. მას წინ უძღოდა წლების მცდელობა, შეიძლება ითქვას იმედგაცრუებაც და საკუთარ თავთან ბრძოლა. ბარიატრიის გადაწყვეტილებამდე მივედი მას შემდეგ, რაც 192 კილო გავხდი და სხვა რევერსისთან დაბრუნების საშუალება აღარ მქონდა ჩემს ნორმალურ წონამდე. დეტოქს ჩაის გამოყენებამ, რომელმაც ჩემს ყველაზე მეტად ამირია ორგანიზმი, მიმიყვანა ამ შედეგამდე, რასაც უბრალოდ ვარჯიშით და სწორობით ვეღარ დავაბალანსებდი. ბარიატრიის გარდა სხვა საშუალება აღარ მქონდა, იმიტომ რომ მაშინაც კი როცა ბარიატრიის კონსულტაციაზე ვიყავი, მაშინაც კი ენდოკრინოლოგთან დავდიოდი, უბრალოდ იმდენ ფინანსებს, დროის რესურსს და ასე შემდეგ ხარჯავდი, რომ მერჩვინა ეს რაღაც ერთიანად გამეღო და მიმეღო ის შედეგი, რაც მინდოდა რომ მიმეღო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს გზა მარტივი და უნივერსალური არ არის. ყველას არ უნდა უკეთებდნენ, რა თქმა უნდა. ოპერაციული ჩარევა უნდა იყოს აი ბოლო ეტაპი, რომელზეც მიხვალ. იმიტომ რომ მეც აი პირადად ძალიან ბევრი ამცადე ენდოკრინოლოგთა კონსულტაციებით, დიეტებით და ყველაფერი ცადა, რაც შეიძლება და ადამიანს ეცადა. ვარჯიში არ მიცდია, იმიტომ რომ მე არ მქონდა ენდოკრინოლოგებისგან რეკომენდაცია ვარჯიშის, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც მაგის საშუალებას არ მაძლევდა მაღალი წნევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნე დღეს დაავადებად არის კლასიფიცირებული, საზოგადოების დამოკიდებულება ხშირად ზედაპირული და მეტიც, შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. როცა ვკითხულობდი არსებობდა თუ არა დაფინანსება, ყველას დამოკიდებულება იყო, რომ მაშინ შეიძლება სიფრის დაფინანსება, როცა შეგიძლია უბრალოდ ცოტა ჭამო და სხვანაირად მოიქცე და რაღაც ჩვევები შეცვალო და ვიღაცებს არც შესაძლებლობა აქვს და არც ფიზიკური მონაცემები არ აძლევს საშუალებას. დღეს იოანე საკუთარ გამოცდილებას ათასობით ადამიანს უზიარებს სოციალურ ქსელებში. ხშირად იუმორით იხსენებს თავის ძველ წონას. ხშირად კი სერიოზულ რჩევებსაც გასცემს, თუმცა სამედიცინო რეკომენდაციებისგან თავს იკავებს. თავდაპირველად რადგან მქონდა თავი თავისუფალი დრო, დავაწყვეტე რომ ეს მდგომარეობა რაშიც მაშინ ვიყავი, შეიძლება ვიღაცების საერთაშორისო აღმოჩნდეს მეთქი და ეგეც გავაზიარე, რასაც ძალიან დიდი ინტერესი მოყვა. ხისტი რეკომენდაცია არ მქონია არაფერზე, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას ყვებოდი და ვიღაცებისთვის ძალიან რელევანტურიც აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ჩემი რჩევით რაღაცებზე უარი თქვა და რაღაცები გაიკეთეს. მისთვის ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ წონის პრობლემასთან გამკლავების გზა არ იყო. პრედიაბეტის ფაზა, მაღალი წნევა, მეტაბოლური პრობლემები. იონესთვის ეს ყველაფერი ოპერაციის შემდეგ წარსულს ჩაბარდა და სჯერა, რომ მისთვის ოპერაცია საუკეთესო გამოსავალი იყო და არ იზიარებს აზრს, რომ ბარიატრიის მიმართ ყოველთვის კრიტიკული მიდგომაა საჭირო და მისი რჩევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლა იწყებს სიმსუქნესთან ბრძოლას, ასე ჟღერს. მოусმინეთ საკუთარ ორგანიზმს, პროფესიონალებს და არ მოусმინეთ ხალხს, რომელიც გვეუბნება, რომ უბრალოდ ოპერაცია არ გინდათ.